მოგესალმებით, აჭარა ტაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ და კვლავ გიყვებით ტაქსის მძღოლების პროტესტზე, რომელიც გრძელდება ამ წუთებში ვიმყოფებით ბათუმში, კერძოდ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც დილიდან იკრიბებიან ტაქსის მძღოლები, რომლებმაც მუშაობა დღესაც შეაჩერეს პროტესტის ნიშნად და ისინი დამსაქმებელ კომპანიებს უყენებენ რიგ მოთხოვნებს, რის დაკმაყოფილებასაც ისინი თითქმის ერთი თვეა ითხოვენ. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, ვნახოთ რა აქვთ მათ სათქმელი. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი მოთხოვნების შესახებ, მორიგი აქცია იმართება კვლავ. მოთხოვნები უცვლელია. რაც მოთხოვნა თქვენდა პირველ აქციაზე ალბათ თქვენ გეწოდინებათ ეს. ვიცავთ ჩვენი ყველაზე მთავარი არის ჩვენი მძღოლების უფლებები, ჩვენს უკან დგას ოჯახები, ჩვენ ვართ თვითდასაქმებულები, ჩვენ განსაკუთრებულ არაფერს არ ვითხოვთ. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოში თავად კარგად მოგეხსენებათ, როგორი ფასებია. საკომისიოს დაკლებას ვითხოვთ პირველ რიგში, ჩვენი უფლებების დაცვას, რაც შეეხება ჯარიმების გათვალისწინებას, იმიტომ ჩვენ გავდივართ მუნიციპალურ ტრანსპორტში, გზავრს რო გაუჩერო მანქანა, ჯერ უნდა მოწესრიგდეს საპარკინგე და გაჩერების ადგილები და მე უნდა დაერიცხოს ჯარიმე. მე კანონმორჩილი კაცი ვარ, მესმის ყველაფერი, მაგრამ გზავრს გაუჩერებ, ჯდება 2 წუთი არ გადის და 100 ლარიანი ჯარიმა მოდის. 100 ლარი ჯარიმა რომ ვიმუშაო, ერთი კვირა უნდა ვიმუშაო და ვერც ვიშოვი მაგას. სახელმწიფოსგან ჩვენ ვითხოვთ ამ რეგულაციებს, პლუს ამას კომპანიისგან ვითხოვთ, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმი არის პატარა ქალაქი, აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ყველა ერთმანეთის ახლობელი ვართ და შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ისეთი პიკეტირება, რომელიც დიდ ბოდიშს უხდით მოსახლეობას ამისათვის, რომ ჩვენ არ გვინდა რომ მოსახლეობა დაზარალდეს. ჩვენ ვზრუნავთ მოსახლეობა და ვემსახურებით ხალხს, მაგრამ ჩვენი პირობები, ჩვენი უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული. ვიბრძოლებთ ბოლომდეს ჩვენი უფლებების დასაცავად. დამსაქმებელი კომპანიები გამოვიდა კონტაქტზე, რა აზრის არიან ისინი? დამსაქმებელი კომპანია ოფისი არაა რომ მივიდეთ, მაგრამ გარკვეულია მუშაობს საორგანიზაციო ჯგუფი, რომლებიც გადიან უკავშირდებიან და ალბათ გაითვალისწინებენ. ჩვენ არ გავჩერდებით, ახლა ვაანონსებთ შემდეგ აქციას, როდის იქნება უფრო მასშტაბური აქცია იქნება და ნახოთ. აი ჯარიმები ახსენეთ თქვენ, რა ტვირთიც არის მძღოლებისთვის საკმაოდ დიდი. რა ვითარება ამ კუთხით ქალაქში რომ აღწეროთ? ძალიან დიდი ტვირთია. მაისის თვეა 14 რიცხვი და 500 ლარი დგომა გაჩერების ჯარიმა მაქვს უკონტაქტო პატრულიდან. 2 წუთი, 3 წუთი გასულია, ვაშვენებ აპლიკაციას, 3 წუთის დროის უფლება მაქვს რომ ვიყო გაჩერებული. მეუბნებიან გააზაჟურე მე-12 კაბინეტში. 500 ლარი ჯარიმა რო გადავიხადო მე, მთელი თვე უნდა ვიმუშაო, რომ მხოლოდ ჯარიმებზე ვიმუშაო. და ასეა ყველა ასეთი პრობლემაა. ჩვენ მარტო თვითონ მძღოლი კი არა, ჩვენს უკან ოჯახები დგას, რომელთაც ვარჩენთ ოჯახებს. ხალხი უცხოეთში იხვეწება სამუშაოდ და ჩვენ არცად არ მივდივართ, ჩვენ ქვეყანაში გვინდა ვიყოთ და ელემენტარულ პირობებს ვითხოვთ, ჩვენი უფლებების დაცვას. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის, გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი მოთხოვნების შესახებ, როგორც ჩანს პროტესტი კვლავ გრძელდება, დღესაც შეაჩერეთ მუშაობა. დამსაქმებელი კომპანია თუ გამოვიდა კონტაქტზე, რა აზრის არის ისინი თქვენს მოთხოვნებზე? სამწუხაროდ დამსაქმებელი კომპანია ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ჩვენ გავდივართ უკვე და ვიცით უკვე მათი მისამართები. ოფისის მისამართები უკვე გვაქვს. და ფაქტიურად მარტო მაგი არა, კიდევ აი გლობალურად რა ხდება, იცი? უკვე სამუშაო მიდის იმაზე, რომ მაგ დამსაქმებლებს თუ კი დროზე ვერ გამოვლენ და არ გამოვლენ, რეპუტაციული ზიანი მიადგებათ მაგ კომპანიებს, აი მერწმუნეთ თქვენ, იმდენად უკვე ორგანიზებულად მივდივართ ნაბიჯ ჩვენს მიზნისკენ, რომ აი იძულებული გახდებიან, რომ თვითონ მოგთხოვონ და თვითონ დაგვიჯდნენ და მოვიდნენ ჩვენამდე იმდენად უკვე დამაზიანებელი იქნება ის რაც დღეს ხდება და უკვე როგორ რაღაცა იცი აი უცხოური კომპანიებიდან გამოგინდა ქართული იყოს აი როცა რეპუტაციული იმიჯი გელახება ეს უკვე ძალიან დიდ ზიანს აყენებს მის ბიზნესს და მე მგონია მაგალს კი აქვს იმის ჭკუა რომ აი ეს იმიჯის არა შელახვის მიზნით მაინც გამოვიდნენ და დანარჩენ ძალიან მალე ხანებში ველოდებით უკვე ჩვენ უკვე დალაგებული გვაქვს კონტაქტები ნაპოვნია უკვე იწყება ეს სამუშაო ჯგუფები და ეს სამუშაო შეხვედრები ასე ვთქვა ასე გებია კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მაყურებელს თქვენი მოთხოვნების შესახებ რა უცვლელია როგორც ასეთი იქ
პროცენტების დაწევაზე ის მომატებაზე ის რაღაცა როგორ ჯარიმების თემა და ასე ძალიან ბევრი ახლა მაგი ყველა შეხვედრაზე მაგას ვაპელირებ და უბრალოდ აქ როგორ რაღაცა იცი აუცილებლად ვამზადებთ ეს არის მოსამზადებელი ფართომასშტაბიანი აქციისთვის, მაგრამ დღეს დათმული არ გვაქვს დღე, რომელსაც უერთდება მთელი ბათუმი. როგორც აპლიკაციის ტაქსები, ისევე არა აპლიკაციის, ანუ პეტუშოკებიანი ტაქსები, მოლაპარაკებები ვაწარმოებთ იმ პატარა მოტოციკლეტები რო ბულვარში რო იყვნენ და გამოყარეს ასე ვთქვათ თუ რაღაცები რომ მოხდა იმათანაც, მიმტანებთანაც, ანუ ეს იქნება ფართომასშტაბიანი, ანუ ძალების გაერთიანებაში ხედავთ გამოსავალს. დიახ. რამე იგივე სოციალური პრობლემები აქვს, როგორც ჩვენ, ზუსტად თითქმის იგივეა. ანუ განსხვავება აქ არაფერში არა, ტექნიკური საკითხებია უბრალოდ და ამას ვაკეთებთ მთლიანად. ანუ როცა დავიწყეთ ასე სპონტანურად კი არა, ასე ორგანიზაციულად, აი ნაბიჯები უკვე ასე ითხოვს, რომ გადავდგათ უფრო დიდი და უფრო ფართომასშტაბიანი ნაბიჯები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, მთავრობას ალბათ იმედია გონი ეყოფათ, რომ რაღაც ის საკითხები, რაც მათ ეხებათ, ამ მოკლე დროში თუ რაც დროშიც არის, გადაწყვიტონ და რაღაცა შედეგამდე რომ მივიდეთ ახლა, თორე რამდენხან შეიძლება ველოდოთ ახლა, ჩვენ წლებია ველოდებით მაგათ გადაწყვეტილებას და იმედია რომ რაღაცა შედეგზე გავალთ ყველა ერთობლივად. ანუ ჯამი არის აგი ყველა ერთად ერთ მუშტად. გასაგებია, მადლობა თქვენი აზრისთვის. მოგესალმებით, ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით თქვენი მოთხოვნების შესახებ. ხედავთ, რომ პროტესტი გრძელდება, იმიტომ რომ დამსაქმებელი კომპანია არ ითვალისწინებს თქვენს მოთხოვნებს. რა გაქვთ თქვენ სათქმელი? პროტესტი კიდევ უფრო გაგრძელდება, კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. იმიტომ რომ ტაქსის ტარიფი არის სამარცხვინო. აი, მონური ტარიფია. ლარი და 30 და ლარი და 80 და 2 და 20 ავტობუსზე დაბალი ტარიფი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსის ტარიფიც კი გაძვირდა, მარშრუტის ტარიფი გაძვირდა, პომიდორის გაძვირდა, კიტრის გაძვირდა, სულ ყველაფერი ცხოვრება გაძვირდა. თუმცა პრემიერი ამბობს, რომ ფასები არ არის გაძვირებული და გაძვირებული. რაგის პომიდორი რო ვიყიდო? მე 2 ლარად ვიყიდე 8 ლარიან პომიდორს. მათ შორის ხორცს თუ ყიდლობთ 10 ლარი. 30 ლარი. 10 ლარი ღირსო პრემიერმა. როგორ? პრემიერმა 10 ლარი ღირსო. მანახოს 10 ლარიანი ხორცი, ღორის ან ძროხის და ჩემახანას ვუხნი პრემიერს. გასაგებია, ანუ არ გჯერათ იმის, რასაც კეილაკილ კობახიძე უმტკიცებს საზოგადოებას. თქვენ რას მეტყვით? გიც 10 ლარი ხორცი? თქვენ ვიცით რომ არა, მაგრამ პრემიერი ამბობს, რომ ჟურნალისტები ტყუიანო. არ ღირს 10 ლარი, 10 ლარი არ ღირს. გამორიცხულია. ვერ იყიდი, ვერც სოფელში მომიხვიდე, სანამ ბაზარში მივა, იქაც იგიც არ მოკიდის 10 ლარში. ხორცით ვერ იყიდით 10 ლარში. ყველაფერი გადავიდა, მუშათაც გადავიდა ხელფასი. 20 ლარად იყო შავი მუშა და რადგან მეც მაგ დამუშავარ წლების წინ, ეხლა უნდა 60 ლარი დღეში და 50 ლარი მუშას. მუშასაც გაუძვირდა. ტაქსი გარდა ყველაფერი გაძვირებულია საქართველოში. ყველაფერი, ბინები ხო, ქირაობა, მანქანის ქირაც გადავიდა. მანქანა რო გექირეებია 5-4 წლის წინ, უნდა 25 ლარი პლუს. ახლა უნდა 40 ლარი რო იქირაო მანქანა რო იმუშაო. სულ ყველაფერი გადავიდა ტაქსის ტარიფის გარდა. და პროცენტმა მოიმატა კიდევ 24% აქვს ბოლდის, 17 აქვს იანდექს. მაქსიმუმ 10%, მაგრამ იგივე გამოდის. ტარიფი აქვს დაბალი, მაქსიმუმ საკანზე უფრო კი დაბალი კიდე. გასაგებია, მადლობა თქვენი აზრისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლები იკრიბებიან და საორგანიზაციო საკითხებს გადიან ისინი, რათა სამომავლოდ საპროტესტო აქციები უნდა დაიგეგმოს და როგორც დღეს გავიგეთ, ისინი აპირებენ ძალების გაერთიანებას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები, რომლებსაც საქმიანობა აუკრძალეს, ასევე სხვადასხვა კერძო ტაქსის მძღოლებს ეხმიანებიან და როგორც თავად ამბობენ, გაერთიანებული საპროტესტო აქცია გაიმართება, რადგან ხელისუფლების გადაწყვეტილებით მათ საქმიანობა აქვთ შეჩერებული. მოგესალმებით, ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი მოთხოვნების კეთილი. ჩვენ ვხედავთ, რომ საორგანიზაციო საკითხებს გადიან ისინი. მოგესალმებით, ბატონო, გვეტყვით რამეს დაგველაპარაკებით.
ხო, ასეთი არის მოთხოვნები პრინციპში მოისმინეთ, რასაც ამბობდნენ ტაქსის მძღოლები და თქვენ ამას ისმენთ პირდაპირ ეთერში, მათი თქმით აპირებენ ძალების გაერთიანებას სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე. ადამიანები როცა მართავენ საპროტესტო აქციებს, ისინი უკვე ეხმიანებიან მათ და როგორც თავად ამბობენ, გაერთიანებული საპროტესტო აქცია იგეგმება უკვე მომდევნო დღეებში და ამის შესახებ საზოგადოებას ცოტა მოგვიანებით ექნება ინფორმაცია. მე გეტყვით იმას, რომ ტაქსის მძღოლები ითხოვენ ტარიფების ზრდას, ასევე იმ საკომისიოს შემცირებას, რაც აქვთ სხვადასხვა ტაქსის კომპანიებს დაწესებული თვითდასაქმებულებისთვის და როგორც თავად ამბობენ, თუ ეს მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება, რადგან მათ ფინანსური მდგომარეობა არაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მუშაობა გააგრძელონ. ჩვენ ვიცით ის, რომ ტაქსის კომპანიები ამ მოთხოვნებს ჯერჯერობით არ თანხმდებიან, ისინი არც მედიის კითხვებს პასუხობენ, არ განმარტავენ საჯაროდ თუ რას უპირებენ თვითდასაქმებულებს, თუმცა თუ ეკნებათ მათ ამის გადაწყვეტილება ან განცხადებას თუ გაავრცელებენ ისინი, ცხადია ჩვენ ამას ჩვენს აუდიტორიას ამის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით. მე ასევე გეტყვით იმასაც, ასეთი იყო მოსაზრებები და პოზიციები, რასაც ისმენდით თქვენ ტაქსის მძღოლების მხრიდან, მათ დღეს შეაჩერეს მუშაობა პროტესტის ნიშნად, ახლა საორგანიზაციო საკითხებს გადიან და როგორც თავად ამბობენ, სხვადასხვა საპროტესტო აქციის მონაწილეებთან კავშირზე გადიან, რომლის შემდგომაც იგეგმება უკვე ძალების გაერთიანება და ერთი მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა, სადაც ცხადია ყველა სოციალური ჯგუფი თავიანთ მოთხოვნებს წამოაყენებს. ჩვენ ცხადია ამ საპროტესტო აქციებსა და მოთხოვნებს აჭარა თაიმსის მაყურებელი პირდაპირ ეთერში მოისმენს, უწყვეტ რეჟიმში მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას. მადლობა რომ გვენდობით, მადლობა რომ გვიყურებთ, გემშვიდობებით. ცხადია თუ ამ თემაზე რაიმე სიახლე იქნება, ჩვენ აუცილებლად მოგაწვდით ოპერატიულად. გემშვიდობებით, ნახვამდის.